მარჯობა მეგობრებო, ძალიან საინტერესო ვიდეო პერასიტებზე. ეს პერასიტები როგორ უნდა მოიყვანო ჩვენი ორგანიზმიდან გარეთ. როგორ ყდება ეს პერასიტები და ეს პერასიტები მაინდამაინც საიდან მოდიან? რატო აქ ადამიანის ორგანიზმში, ბავშვებში, მოქუცებში ყველა პერასიტები ჩვენი ორგანიზმში არსებული შეიძლება მაგისი გარეთ მოყვანა. იმიტომ ბოლომდე უყურე ვიდეო ზოგი რჩება, მე ისევე ესე კითხვებია ბევრი. ხო და დღევანდელი ვიდეოში არის პერაზიტები არსებობს ბევრინაირი, როგორ უნდა მოიყვანო პერაზიტები. პერაზიტები როგორ უნდა გაიგო, გააქვს თუ არა. ანალიზი რო კეთდება, ეს ცალკეა. სულ რო ხშია. ეს ერთ-ერთი სიმპტომია. გამე კბილების ხმაური, ბავშვები რო ახმაურებენ კბილები. ეგეც ერთ-ერთი სიმპტომია. კიდე ეფხანება სულ კანი. ეგეც სიმპტომია, რომ სიგნით პერაზიტი არის. რძიანი პროდუქტი მოგინდება. ანუ რძის პროდუქტის ჭამა მოგინდება, მარილიანი პროდუქტის ჭამა მოგინდება. სულ დაგლილი დგები დილით. რამდენის გინდა დაიძინე, სულ დაგლილი. შეიძლება სიცხლი მოვიდე განავალთან ერთად. ან ეფხანებოდე სული. ეს ადგილა ეს პერაზიტები საიდან მოდის? ეხლა ყველა საქსი გვაქვს ან კატა, ან ძაღლი. შეიძლება იმ კატა ან ძაღლიდან შევიდე ჩვენი ორგანიზმში პერაზიტები და მე იქ გაიზარდო ნელა-ნელა. მეორე, ჩვენ რო სუნთქავს, შეიძლება იმიტომ დღეს იმდენი შენობები შენდება, ახალი შენობები და იმ სპეციალური ქიმიები იყენებენ. ცემენტში შედის ბევრი ეგეთი ქიმიები, რომელიც შეიძლება შევიდე ჩვენი ორგანიზმში პერაზიტები. ჩვენ იმდენი რეფენერებული საწმელი ჭამს, რეფენერებული ჯეთი, შემწვარი, ანუ ცუდი კვებაზე როცა არის ადამიანი დაქვეტებულია, ჩვენი თვითონ შიგნით კარგი ბაქტერიები რო არის, ნაწლავში კარგი არსებობს, ცუდი არსებობს. ეს კარგი სულ სუსტი და დაგლილია, ნებისმიერი პატარა შეიძლება წყალიდან წავიდე, ნებისმიერი საწმელიდან წავიდეთ. ეს ყოველთვის ძლიერი რო იქნება შიგნით, მაშინ ეს წასული ახალი ჩვენი სტუმარი მოკვდება, მაგრამ თქვენი ჭამე რეფენერებული ცომეული რო ჭამ, მაშინ დაბალია იმუნიტეტი და ეს ყოველთვის გაიზარდება. შეიძლება შიგნითვე გაიზარდო პერაზიტები. ეხლა რა უნდა გააკეთო, ეს თუ გაიზარდა შიგნით. ბევრი ადამიანი მომდის ჩემთან, ეს პერაზიტებია შიგნით, რა უნდა გააკეთო, მაგიო გარეთ გამოვიდე. არსებობს რამოდენიმე ბალახეული საშუალება პატარებისთვისაც და დიდებებისთვისაც. არის ერთ-ერთი კაკლის კანი. მაგაზე მაქვს ვიდეო კაკლის კანზე დადებული ადრე. მეორე საშუალება არის მწარე აბზინდა. აბზინდაში შედის მეგობრებო თუჯონ, ერთ-ერთი ქიმია, რომელიც აპერალიზებს, რომელიც ჩვენი ორგანიზმში, ანუ ცუდი პერაზიტებია. თუჯონ არის მეგობრებო ეგეთი ნივთიერება, რომელიც შედის მწარე აბზინდაში, რომელიც აპერალიზებს ჩვენი ორგანიზმში თუ არსებობს ნებისმიერი პერაზიტი. როცა დაპერალიზდება ეს და მოდის გარეთ. ეს მწარე აბზინდა არა მარტო პერაზიტებს მეგობრებო, ეს იყენება ანთების პროცესი რო სიამცირო პლუს გაზი, შებირილობა, როცა აჩუქებს ადამიანს, ზედმეტი მწარე საწმელი ჭამის მერე სულ შებირილობა. იმ შემთხვევაშიც კარგია, მაგრამ მაგისი გამოყენება დიდი ხანი არ შეიძლება. დიდი ხანი გამოყენების მერე ჩვენი ორგანიზმში ითვლება ვითომ ტოქსიკია, თვითონ კარგი ბაქტერიასაც მოკლავს. იმიტომ ყოველთვის მწარე აბზინდა 4 კვირაზე მეტი არადროს არ უნდა გამოიყენო. ეს თავის საქმე 4 კვირაშივე გააკეთებს. შეიძლება 2 დალევასიც გააკეთებს თავისი საქმე. როგორ უნდა გამოიყენო? ნებისმიერი ეგეთი საიტებში, რომელიც არსებობს ეგეთი საშუალება, ბალახეული მედიკამენტები ან ბალახეული დანამატი, სადაც იყიდება. ჩვენ არა გვაქვს ეს ზერჯერობით,
თქვენ შეგიძლია მაგისი კაფსულა, მაგისი სითხე, ან მაგისი მშრალი ფორთოლის იყიდო. სითხე შეიძლება წყალში გამოიყენო და დალიო და ჩაი არის ეგეთი საშუალება, რომელიც ყოველდღე შეიძლება გამოიყენო. მაგისი ფორთოლები ყოველდღე ერთი გამომშრალი ფორთოლები, ერთი კოზი აადუგე ნებისმიერი ჩაესავით. ყოველდღე უძმოზე დალიე. 1 საათის მერე ჭამე საჭმელი. არადროს 4 კვირაზე მეტი არ დალიეს. აბზინდა რა უნდა გააკეთო. ყოველთვის მეგობრებო, ცადერო რეფენერებული ფხნილი, ქორბალი რო რეფენერებული არის, ეს ცომეული არ აჭამო. იმიტომ ის პარაზიტები ეძებს ზუსტად იგივე საჭმელი. ტყბილეული, რეფენერებული ძეთით შემწვარი, აი ეგეთი საჭმელი. ცადე არ აჭამო ეგეთი საჭმელი 1 თვე და საერთოდ რო არ აჭამო სულ ზამთელი იქნები. 1 თვე აბზინდის მზარე აბზინდის ჩაი, აქსტრატი ან სითხე გამოიყენე. ეხლა აქსტრატი ყოველთვის იქ უნდა ეწერებოდე. შეიძლება ეს რა წნევით, რა ძალით აგაკეთებული ყოველთვის წაიქითკე პროდუქტზე და ჩაი ნებისმიერი დროს 5, 6, 7 წლის ბავშვიდან დაწყებული 80-90 წლის ადამიანამდე ჩაი ნებისმიერი ადამიანს 1 ჩაის კოზი აბზინდის მშრალი აადუგე ჩაი და დალიე. კიდე იმ 1 თვე რა უნდა გააკეთო? ყოველთვის D ვიტამინი. D ვიტამინი ზრდის ჩვენი იმუნიტეტი. 1 თვე არ აქვს მნიშვნელობა, დაბალი გაქვს, მაგალი გაქვს, შეგიძლია გააკეთო 1 კურსი D ვიტამინი პლუს დაამატე კვებაში ფერმენტირებული ბოსტნეულები. როგორც არის კიტრი, მჟავე, პამიდორი, აი ეგეთი ბანკაში კომპოსტო, რომელიც ჩვენი კარგი ბაქტერიას ზრდის და ეს დასუსტდება შიგნითაც. ომი მიდის ყოველთვის მეგობრებო, ჩვენი ძარი რო იქნება ძლიერი, ეს პარაზიტები მოკვდება და მწარი აბზინდა დაგეხმარება, რომ გამოიყვანო ეს პარაზიტები გარეთ. სულიკავი ჯამთელი და ბედნიერი. თუ მოგეწონა ვიდეო და ინფორმაცია, გააზიარე ყოველთვის მეგობრებში, გამოიწერე არხი, კარგად და